ამ წუთებში ხალი პოლიტიკოსები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან. აუდიენციის მთავარი თემა ელენე ხოშტარიას პოლიტიკური პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. შეხვედრაზე მსჯელობენ იმ კონკრეტულ რისკებზე, რაც მის სიცოცხლეს ემუქრება. ლიზი ვეკუა აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ლიზი, გისმენთ. ხალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასევე იმ რეპრესიულ კანონმდებლობაზე ისაუბრებენ, რომელიც ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ბოლო თვეების განმავლობაში მივიღეთ. ისინი ხვდებიან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ეს იქნება მათი ორი მთავარი გზავნილი, რაზეც ისინი დღევანდელ შეხვედრაზე გაამახვილებენ ყურადღებას. პირველ რიგში ისინი ისაუბრებენ დატყვევებული პოლიტიკოსის დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მოითხოვენ ასევე და გააცნობენ ისინი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ახლა ელენე ხოშტარიას და ის რომ მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის მულტიპროფილური კვლევების ჩატარება და პენიტენციური სამსახური ამ ყველაფერს არ აკეთებს. ასევე როგორც გითხარით, ელენე ხოშტარიას საკითხის გარდა ოპოზიციონერი ხალი პოლიტიკოსები დღეს ისაუბრებენ იმ ვითარებაზე, რომელიც ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში დგას დღეს საქართველოში. იმასთან დაკავშირებით მიაწვდიან ასევე ინფორმაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თუ რამდენი ხალი დააკავეს მათ შორის ადმინისტრაციული წესით მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამო და როგორც ოპოზიციონერი ხალი პოლიტიკოსები ამბობენ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ ინფორმაციის და ვითარების გაცნობა, რომელიც დღეს საქართველოშია. ჩვენ დღეს ხვდებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხალი პოლიტიკოსების სახელით, იმისთვის რომ ვისაუბროთ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესებას შესახებ, მოვითხოვოთ ის, რომ მას მიეცეს ადეკვატური დიაგნოსტირების და მკურნალობის საშუალება და ბუნებრივია ასევე ვისაუბრეთ ზოგადად ქვეყანაში არსებულ რეპრესიებს და განსაკუთრებით ამას რა გავლენა აქვს ხალ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე. Ქონდა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან და ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ზოგადად ელენე ხოშტარიას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე პროტესტში ჩართული იქნებიან ესენი პოლიტიკოსები, აქტივისტები თუ რიგით მოქალაქეები პროტესტში ჩართული ქალების მდგომარეობის შესახებ, იმ რეპრესიების შესახებ, რომელიც ხორციელდება ყოველდღიურად და რომლის გადატანაც უწევთ ყოველდღიურად ქალებს. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის პრიორიტეტი ჩვენთვის და პირველ რიგში ამ საკითხზე გამახვილდა ყურადღება, მომავალშიც გაგრძელდება მათთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ მათი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი. განვითარებულმა სამყარომ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერი ელენე ხოშტარია რეჟიმს ყავს დაპყრობილი, ყავს 4 კედელში მოქცეული, სადაც მას აქვს უმძიმესი დაავადება, მათ შორის თანხმლები დაავადებები და ტკივილი, რომელსაც ის განიცდის, არის ქრონიკული მუდმივ რეჟიმში. 6 თვის მანძილზე მან ვერ მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, მას არ დაესვა დიაგნოზი. შესაბამისად, მანამ სანამ ის იმყოფება საპყრობილეში, პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეკისრება რეჟიმს. ელენე ხოშტარია პრაქტიკულად დღეს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იმ მკურნალობიდან გამომდინარე, რომელსაც ის იღებს ციხეში, შეიძლება ჩაითვალოს წამებისა და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლად, რადგანაც მისი მკურნალობა მხოლოდ შემოიფარგლება ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატების მიღებით, რომლებიც თანდათანობით აღარ მოქმედებს და სისტემური მკურნალობა და სისტემური კვლევები მას არ უტარდება. დღევანდელი შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ჩვენ ხალმა პოლიტიკოსებმა გამოვიყენეთ სინდისის პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების, ხალი პატიმრების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით. ამავდროულად ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ვისაუბრეთ ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალების წინაშე არსებობს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ 17 ივნისს გვამცნო ამ ყველაფერს გამოეხმაურა მალევე პენიტენციური სამსახური და დეზინფორმაცია უწოდა იმ ინფორმაციას, რომელიც შოთა თუთბერიძემ გაავრცელა და პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ელენე ხოშტარიას ციხეში სასჯელ ახსნილების დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებია, რაც შეეხება შეხვედრას, როგორც მოისმინეთ, ხალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან და ისინი ამბობენ, რომ ახლა უმნიშვნელოვანესია ბრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი პარტნიორი ქვეყნებისთვის ინფორმაციის მიწოდებაც.
ლიზივე კუა საუბრობდა ფორმულას პირდაპირ ეთერში. მადლობა. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მედიკოსები მის სასწრაფოდ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. რევმატოლოგ მაკა იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ციხეში მისი სრულფასოვანი გასინჯვა გაუსაძლისი ტკივილების გამო ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. ექიმი ადასტურებს, რომ სახეზეა ანთებითი პათოლოგიის პროგრესირება, რაც კომპლექსურ კვლევებსა და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების სასწრაფო ჩართულობას მოითხოვს. პოლიტპატიმრის მდგომარეობაზე მძიმე პროგნოზს აკეთებს ოჯახიც. დედის ირინა გუნცაძის თქმით, ხოშტარიას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, ხელჯოხით მოძრაობს და გაუსაძლისი ტკივილების გამო ღამეებს უწილოდ ათენებს. რადიოლოგიური კვლევას გავეცანი, რომელიც ჩატარებულია 2026 წლის აპრილის თვეში, იქ ვლინდება რევმატიული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. ზოგადად არის ძლიერი ტკივილი, პაციენტს უჭირს გადაადგილება, დამოუკიდებლად ხმარობს ხელჯოხს. მონაცემების მიხედვით, ვთქვათ, რევმატიულ პათოლოგიაზე საუბარი არის ანთებით სახსროვან პათოლოგიაზე, რომელიც სავარაუდოდ პროგრესირებს. მოხრილი წელში ვერ იმართება, ჯოხზე დაყრდნობილი, ოღონ ძალიან ძლიერია შინაგანად. ეს კარგად იცოდეთ მაგათმა და გააჩუმონ ენა, ვაფრთხილებ. ეს რამდენი кейსი დაუგროვდათ მაგათ. რას გავს ეს? არძინავს ღამე ტკივილისგან. ეს რა მოაწყვეს? ეს ფაშისტები არ აწყობდნენ ამას. იმ ფიურერს რო დაუწერეს ბანერზე, ადმინისტრაციული მისცეს. სისხლის სამართალი რა უნდა ელენესი?